წარმოგიდგენთ ციკლს Deep State-ის აგენტები, მომავალი პოლიტიკოსები, მხილების სერია, კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს. როგორ ხვდებიან NGO აგენტურიდან პოლიტიკაში? გიყვებით ერთი აგენტის შესახებ. Deep State-ისთვის NGO აგენტურის პოლიტიკაში მოყვანა აპრობირებული მეთოდია. სქემა ასეთია: ჯერ ხდება გადაბირება და ხდებიან აგენტები. შემდეგ დაფინანსება, ანუ წახალისება უპირობო მორჩილებისთვის და ბოლოს გამორჩეული აგენტურის პოლიტიკაში გადამისამართება. პოლიტიკისთვის გამზადებული აგენტები, ეპიზოდი მეორე. გიორგი ქადაგიძე, წლებია რაც Deep State-ის სასარგებლოდ ქადაგებს და მოქმედებს. ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნულ ბანკს, სადაც ასრულებდა სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკურ დაკვეთებს. მონაწილეობდა ქართუ ბანკის გაკოტრების საქმეში. როგორც Deep State-ის აგენტს შეეფერება, შვიდობას რუსულ პოლიტიკად მოიხსენიებს. პროპაგანდა გვეუბნება, რუსეთი და ბელორუსი არის შვიდობა და კეთილდღეობა. საქართველოს ეკონომიკური დასუსტების მიზნით ითხოვდა რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას. რას ნიშნავს საქართველოს სანქციებს არ უერთდება? კოლაბორაციონიზმი გაცნობიერებული და ნებაყოფლობითი თანამშრომლობაა მტერთან ოკუპაციის დროს. ეწინააღმდეგება უცხოური ფულის გამჭვირვალობას. თუ ვინმე საღიაზრი აქვს შერჩენილი ოცნებაში, გამოიწვიონ ის კანონი უკან. აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის გარედან დაფინანსებულ ანტისამთავრობო ძალადობრივ აქციებში. ამართლებდა ვანდალიზმს თბილისის ქუჩებში. ბარემ აქვე გავიხსენოთ, რომ ყველა ურნა, სკამი, ბოძი, გამწვანება თუ განათება, გარე კამერა თუ აპარატურა, ყველა სახელმწიფო მანქანა არის ჩვენი ნაკიდი. ხარს უჭერს აგენტოკრატიის ხელისუფლებაში დაბრუნებას რევოლუციის გზით. ტოტალური წინააღმდეგობა ყველგან და ყველა ფორმით. ერთადერთი გეგმა შეიძლება არსებობდეს. მიტაცებულმა საკანონმდებლო ორგანომ ფიზიკურად ვერ უნდა განაახლოს ფუნქციონირება. ქუჩა, ბარიკადები, წინააღმდეგობა. ახდენდა ბიზნეს სექტორზე ზეწოლას ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევის მიზნით. საბანკო სექტორს მოუწოდებდა გაფიცვისკენ. საბანკო სექტორში მომუშავე კოლეგებო, დღეს თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ამ ქვეყნის ბედი. გაიფიცეთ. ვიცნობდეთ პოლიტიკაში მომავალ Deep State-ის აგენტებს.